ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5-ზე. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, გთავაზობთ საუბრებ სტუდიაში. გასული წლის ბოლოს დეკემბრის თვეში ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ სტუდია მოდინახემ მაყურებელს კიდევ ერთი პრემიერა შესთავაზა. სპექტაკლი სახელწოდებით უკანასკნელი თოლია. პიესის ავტორი გახლავთ მწერალი მიხო მოსულიშვილი, ხოლო სპექტაკლი დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ. საერთოდ ვიდრე ამ სპექტაკლზე ვისაუბრებდეთ, ამ ძალიან საინტერესო ნამუშევარზე, ორიოდე სიტყვით მინდა თავად თეატრ სტუდია მოდინახეს შესახებ ვთქვა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი ნუგზარ ბუცრიკიძის შესახებ, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რაც ეს უკვე ყოველთვის მე მგონი მთელი ქვეყნისთვის, მთელი თბილისისთვის ძალიან საყვარელი თეატრი არსებობს, აღზარდა არაერთი თაობა სტუდენტებისა, რომელმაც აღზარდა ძალიან საინტერესო ადამიანები, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია ნამდვილხელოვანებად, ბევრ მათგანში თეატრალური ნიჭიც აღმოაჩინა, მერე მათ განაგრძეს თავიანთი ცხოვრება უკვე თეატრის სფეროში, თეატრის სამყაროში და აი ამ თეატრმა თავისი არსებობით მნიშვნელოვანი კვალი უკვე დატოვა ქართული თანამედროვე კულტურის თეატრის ისტორიაში და დღემდე აგრძელებს ამ ტრადიციას და აი ამისი დადასტურებაც იყო ეს სპექტაკლი, რომელიც ახლა უკვე ნუგზარ ბუცრიკიძის მოსწავლემ, მისმა ყოფილმა სტუდენტმა, ახლა თავად რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ წარმოადგინა. ეს პიესა, მიხო მოსულიშვილის პიესა უკანასკნელი თოლია, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და აცოცხლებს 1993 წლის 27 სექტემბრის ყველაზე ტრაგიკულ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღეს. აი ამ დღის რეკონსტრუქცია არის ერთგვარი და ეს არის მწერლის ინტერპრეტაცია ამ დღის, მისი მხატვრული გამონაგონი ძალიან საინტერესო ორიგინალური ფორმით მოწოდებული, რომელშიც ძალიან კაფიოდ იკვეთება საქართველოს ეროვნული გმირის მოწამეობრივად აღსრულებული ჟიული შარტავას პორტრეტი. თავისთავად ახალგაზრდა დასის მიერ, თეატრალური დასის მიერ პიესაზე ყურადღების შეჩერება, მასზე მუშაობა და მისი სპექტაკლად ქცევა უკვე ერთგვარად ცდება თეატრის კულტუროლოგიურ ჩარჩოებს და ის ერთგვარ სამოქალაქო აქტადაც იქცევა. და ასეთიც იყო ეს დღე, პრემიერის დღე, ეს იყო ერთგვარი აქცია, არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ აქცია, მშვიდობის, თავისუფლების აქცია და მანიფესტი, ახალგაზრდების მიერ კაფიოდ თქმული. და მე არასდროს არ დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც არსებობდა დარბაზში და შთაბეჭდილება, რომელიც დაბადა ამ ახალგაზრდა მსახიობების ნამუშევარმა. ეს ემოცია გადაედო მთელს დარბაზს, იყო უამრავი ცრემლი, ბევრი ოვაცია. ეს სპექტაკლი უკვე არსებობს დღეს თეატრ სტუდია მოდინახეს რეპერტუარში და მისი ნახვა უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ სწორედ აი ამ პრემიერის შესახებ. და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პიესის ავტორს, მწერალს მიხო მოსულიშვილს, რომელიც ჩვენთან საუბრის პერიოდში იმყოფებოდა კოლუმბიაში, რადგან ბატონი მიხო ახლა ახალ რომანზე მუშაობს და მასთან საუბრით დავიწყებთ ჩვენს მიმოხილვას აი ამ სპექტაკლის გარშემო. ვკითხეთ მას საერთოდ როგორი იყო მისი პირადი შთაბეჭდილება ამ პიესაზე მუშაობის დროს, რითი იხელმძღვანელა მან, რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომლებსაც დაეშენა ეს მხატვრული ქსოვილი და საერთოდ ვინ არის მისთვის ჟიული შარტავა და მას ვთხოვეთ ესაუბრა უშუალოდ პიესის შესახებ. გთავაზობთ მიხო მოსულიშვილის საუბარს. მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო თეატრ მოდინახეს სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ნუგზარ ბუცრიკიძეს, რომელმაც დიდი ნდობა გამოხატა ჩემი პიესის მიმართ და მისი დადგმის იდეა შეათანხმა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან.
განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდა რეჟისორს გიორგი ჭანტურიას, რომელმაც უკანასკნელი თოლია დადგა დიდი სულიერებითა და შემოქმედებითი ხედვით. მადლობა სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობსა და ტექნიკურ პერსონალს, რომელთა ერთობლივი შრომის შედეგი იყო ის დიდი ემოცია, რომელიც მაყურებელმა სცენაზე მიიხილა. უკანასკნელი თოლიაზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი შინაგანი მოგზაურობა იყო. ჟიული შარტავას გმირული ცხოვრების და ტრაგიკული არჩევანის გააზრება ღრმა ემოციურ გამოცდილებად იქცა. ამ კაცის სახით მეიპოვე დიდი ადამიანური ძალა, რომელიც ერთდროულად მტკივნეული და შთამაგონებელია. თითოეული სცენის შექმნისას გრძნოდი პასუხისმგებლობას არამხოლოდ ისტორიის, არამედ იმ ადამიანების წინაშეც, ვისაც ეს ისტორია ეკუთვნის. პიესის მთავარი სათქმელი არის სიმტკიცე და ერთიანობა იმ დროს, როცა ყველაფერი იშლება და ინგრევა. კონცეფცია სწორედ იმ იდეას ეფუძნება, რომ ყველაზე რთულ დროს ადამიანი უნდა დარჩეს თავისი იდეალებისა და მოვალეობის ერთგულად. ჟიული შარტავას მოქმედებები აჩვენებს, რომ ეროვნული ერთიანობა არა მარტო სიტყვებით, არამედ ქმედებებით მიიღწევა და რომ რწმენა ამ ერთიანობისა ყველა პირად ინტერესზე მაღლა დგას. ჟიული შარტავა ჩემთვის იმ ადამიანის სიმბოლოა, ვინც არჩევას აკეთებს არა საკუთარი კომფორტისა და გადარჩენის, არამედ ვალდებულების სასარგებლოდ. ის ასახავს ლიდერს, რომელიც მზად არის ბოლომდე დარჩეს თავის ხალხთან, თუნდაც ეს არჩევანი სიცოცხლის ფასად დაუმჯდეს. უკანასკნელი თოლია სწორედ იმ უკანასკნელი იმედის სიმბოლოა, რომელსაც იგი სამშობლოს გადარჩენისათვის ატარებს. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის ამ გადაცემის ავტორს ნინოს ატყობელაშვილს. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შევძელი დავსწრებოდი პრემიერას, მაგრამ შემდეგ ვიდეოები ატვირთეს და მეც აღელვებული ვუსმენდი ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას შვილებს, რომლებიც მადლობას უხდიდნენ მსახიობებს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს სპექტაკლისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ბრუნდებით სტუდიაში, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს თეატր სტუდია მოდინახეს პრემიერის შესახებ, სპექტაკლის შესახებ უკანასკნელი თოლია. ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი ჭანტურია. გიორგი ამჯერად სარეჟისორო მაგისტრატურას ეუფლება, როგორც უკვე გითხარით, ის თეატრ სტუდია მოდინახეს სამხატვრო ხელმძღვანელის ნუგზარ ბუცრიკიძის სტუდენტი გახლდათ და მისთვის ეს სპექტაკლი უკანასკნელი თოლია პირველი სერიოზული დამოუკიდებელი ნამუშევარია. როგორც რეჟისორისთვის აქამდე ის ამ სტუდიის მსახიობი იყო, ერთ-ერთი მსახიობი იყო, ახლა გიორგი თავის თეატრს დაუბრუნდა როგორც რეჟისორი. ამ სპექტაკლში დაკავებულნი არიან როგორც არაპროფესიონალი მსახიობები, თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე რამდენიმე პროფესიონალი მსახიობიც. ჩვენ გქონდა ასევე შესაძლებლობა გავსაუბრებოდით გიორგისაც და რამდენიმე კითხვით მიგვემართა მისთვის. ჩვენი პირველი შეკითხვა და ინტერესი საგანი გახლდათ ის თუ რატომ დაინტერესდნენ ისინი ამ პიესით და საერთოდ როგორ მოვიდა უკანასკნელი თოლია თეატრ სტუდია მოდინახემდე. გიორგი ჭანტურიას მოვუსმინოთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა საშუალება მესაუბრა ჩვენ სპექტაკლზე, უკანასკნელ თოლიაზე. როგორ გაჩნდა იდეა და როგორ მოვიდა ზოგადად მოდინახემდე ეს პიესა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თავდაპირველად, როდესაც შეთანხმდნენ ჩვენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ ბუცრიკიძე და ამ გენიალური პიესის ავტორი ბატონი მიხო მოსულიშვილი, მე უნდა ყოფილიყავი ჟიული შარტავას როლის შემსრულებელი. ანუ თავიდან ბატონ ნუგზარს უნდა განეხორციელებინა ამ პიესის სცენური ვერსია. უბრალოდ შემდეგ ისე მოხდა, რომ ბატონ ნუგზარს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მან მითხრა, შემომთავაზა, რომ იქნებ მე დამედგა ეს სპექტაკლი და რა თქმა უნდა მაშინვე დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან მომხიბლა პირველივე წაკითხვის შემდეგ ამ პიესამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მაშინვე დავიწყე ამაზე ფიქრი, მაშინვე შევკრიბე დასი, გავაცანი ჩემი იდეა, ჩემი გეგმა
მათ მხარი დამიჭირეს ამ წამოწყებაში და ეს ერთმუშტად შევიკარით, როგორც ნამდვილი ოჯახი და შემიძლია დიდი პასუხისმგებლობით თქვა ის, რომ ყველა მსახიობმა იმუშავა პროფესიონალურად, მიუდგა პროფესიონალურად ამ საკითხს, ამ თემას, იმიტომ რომ ჩვენ ვეხებოდით ჩვენს ისტორიას, ჩვენ ვეხებოდით იმ რეალობას, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, ვეხებოდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირებს და ეს რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა იყო თითოეული ჩვენგანისთვის და სწორედ ამიტომ ძალღონე არ დავიშურეთ თითოეულმა ჩვენგანმა იმისათვის რომ შედეგისთვის მიგვეღწია და აი ასე მოვიდა, ასე ვთქვათ, ჩემამდე ეს პიესა თითქოს აი თავისით ამომარჩია და მეც ხელი ჩავჭიდე და შევძელით ის რაც შევძელით. როგორც უკვე ვთქვი, ამ სპექტაკლში მონაწილეობენ პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოყვარული მსახიობები. თუმცა ეს სპექტაკლი ახალგაზრდული დასის ნამუშევარია. და ეს ახალგაზრდული მუხტი, სულისკვეთება, ეს შიშველი ემოცია კიდევ უფრო რაღაც მაღალ რეგისტრში ამყოფებს აი შთაბეჭდილებას, იმ მღელვარებას, რომელიც გადამდებია საოცრად მთელი დარბაზისთვის, ეს მუხტი მთელი სპექტაკლის მანძილზე გასდევს და ეს მუხტია, რაც გამოარჩევს ამ ახალგაზრდული დასის ნამუშევარს. გიორგის ვკითხეთ იმის შესახებ, თუ რამდენად რთული იყო სპექტაკლზე მუშაობის პროცესი, მისი პასუხიც მოვისმინოთ. სამუშაო პროცესი, რა თქმა უნდა, რთული იყო. მე მაღლაც ავღნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ეხები ისტორიას, რომელიც იცის ყველამ და ეხები ისტორიას, რომელიც არის უახლესი ჩვენი ქვეყნისთვის, და ეხები იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების შესახებ, რომელთა გმირობის შესახებ, ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ვინც არ იცის, ეს რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ აქ არ შეიძლება გაგიპაროს რაიმე ნიუანსი. პლუს ამას ემატება ისიც, რომ არ შეიძლება რომანტიზირება. აქ ჩვენ უნდა ავსახოთ რეალობა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც იყო რეალურად და თავისთავად ცხადია ეს სირთულე იყო. ეს მოითხოვდა ბევრ კვლევას, ეს მოითხოვდა სიღრმისეულ შესწავლას ამ საკითხების, რომ რაღაც არ გაგვპარვოდა, ასე ვთქვათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, წინა პერიოდიც, მოსამზადებელი პერიოდიც საკმაოდ რთული იყო. რაც შეეხება მერე უკვე უშუალოდ პროცესს, სამუშაო პროცესს, რა თქმა უნდა, ის რომ ყველას გაეთავისებინა, თუ რას მოვკიდეთ ხელი, თუ რას შევეჭიდეთ, ფიქრი, ამაზე მსჯელობა, ეს საკმაოდ საინტერესოც, შრომატევადი პროცესიც იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო, მე მინდოდა რომ მსახიობებს ეგრძნოთ ის, რომ ისინი თამაშობენ რეალურ ადამიანებს, ვინც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გამო. ამის შესისხლხორცების გარეშე რთულია რომ შედეგამდე მიხვიდე. ამიტომ სწორედ აი ამ ასპექტში დაგვჭირდა ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მოგვეხერხებინა და შევსულიყავით ამ ადამიანების ტყავში, ბრჭყალებში, გვეცხოვრ ამ ადამიანების ცხოვრებით და ის გრძნობათა ბუნება, რაც მათ ჰქონდათ ამ პერსონაჟებს, ბოლომდე გაითავისებინათ სცენაზე მსახიობებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან შრომატევადი პროცესი იყო და ხანგრძლივი პერიოდიც დასჭირდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე დავრწმუნდი იმაში, რომ როდესაც გუნდი იკვრება და მხარდამხარ იბრძვიან, არნებდებიან, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მიაღწიონ შედეგს, შედეგიც ჩემი აზრით არ აყოვნებს და არის მაქსიმალური. და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველანი ვცდილობდით, რომ მაქსიმუმი ჩაგვედო ამ სპექტაკლში, ვათენდით ღამეებსაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ვცდილობდით ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად, რომ შევხებოდით მაყურებელს და გველაპარაკა იმ სენსიტიურ თემებზე, რაც რეალურად არსებობდა და არსებობს დღემდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომელიც ქმნის აწმყოს და შემდეგ კი აწმყო განსაზღვრავს მას. ამიტომ ძალიან სათუთი, ძალიან ფაქიზი იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის, თუმცა ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ, თავდაუზოგავად, ყველა დეტალზე, ყველა ნიუანსზე, აი წერტილ მძიმეზე, აი ესე ვმუშაობდით, ძალიან გამომყვნენ მსახიობები,
ძალიან დამიდგნენ გვერდში, ფაქტობრივად ვიყავით ერთმთლიანობა, რომლებსაც თვალდახუჭულად გვესმოდა, ხედავდით ერთმანეთს და ამ ორგანულმა სამუშაო პროცესმა ნაყოფიერი გახადა თითოეული ჩვენგანისთვის ეს პერიოდი, იმიტომ რომ მე შემიძლია პირნათლად გითხრათ და ვაღიარო ის, რომ ამ პიესაზე მუშაობა, ამ სპექტაკლზე მუშაობამ როგორც რეჟისორი ძალიან გამზარდა, ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში და ის შთაბეჭდილებები, ის ემოციები, რომელიც მუშაობის პროცესში, შემდეგ უკვე პრემიერაზე მივიღე, ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ამ პიესით და ამ სპექტაკლით დაიწყო ჩემ შემთხვევაში ჭეშმარიტად რეჟისურაში ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ კიდევ ერთხელ არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ბატონი მიხო მოსულიშვილის მიმართ, რომელიც მენდონ ნდობა გამომიცხადა, გვერდში დამიდგა, ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ მუგზარ ბუცხრიკიძეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ მოდინახეს სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა რომ ჯეროდა ჩემი და სწორედ ამ სიტყვებმა, ამ გამოცხადებულმა ნდობამ შემაძლებინა ის, რომ უკან არ დამეხია არც ერთი წამით, არც ერთი წუთით და ჩემს მსახიობებთან ერთად, რომლებმაც გმირული შრომა გაწიეს მართლა ამ სპექტაკლისთვის. შევძელით ის, რაც გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, ის რომ შევხებოდით მაყურებელს და ეს ისტორია კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა, რომ გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ, საიდან მოვდივართ, ვისი ჯილა ვართ, რაც აუცილებელია, რაცაც არ აქვს აპრიორი, რასაც არ გააჩნია ალტერნატივა და ძალიან საინტერესო იყო და ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ამ პიესაზე მუშაობა ამ ადამიანებთან ერთად. გიორგი ჭანტურია თავად სენაკელი გახლავთ. სენაკიდან იყო ჟიული შარტავა, სენაკი იყო მისი მშობლიური ქალაქი. ჩვენ კითხეთ გიორგის თუ საერთოდ რა დატოვა ამ სპექტაკლმა, პირადად მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ ქვეყნის ერთი შვილისთვის. გიორგი ჭანტურიას მოვუსმინოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, არასოდეს დამოვიწყდება ცხოვრებაში პრემიერის მერე მაყურებლის თვალები. ცრემლიანი, დასევდიანებული, თუმცა გმირულად განწყობილი. არასოდეს დამოვიწყდება ის სიტყვები, რომელსაც მაყურებელი არიშურებდა ჩემს მიმართ. ზოგი ნაცნობი, ოჯახის წევრი, ზოგი საერთოდ უცნობი, ზოგიც პირველად ნამყოფი ჩვენს თეატრში, მაგრამ ყველას აერთიანებდა და ამოძრავებდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაჭვის შემკვრელი რგოლი და ეს იყო პატრიოტიზმი, ეს იყო სამშობლოს სიყვარული და იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მე ამ ყველაფერში ჩემი წილი აგურიც არა, აგურის ნატეხი დავდე, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი იყო. ჩემთვის ამ გრძნობას, ამ განცდას, რაც იმ დღეს მივიღე, უბრალოდ ვერაფერი ვერ შემიცვლის. თან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ თვითონ თემა იყო ისეთი, რომ როდესაც ასეთ თემას ეხები, ასეთ სენსიტიურ თემას, ამისგან შედეგი სხვანაირი მოდის და ეს მადლობაც, ეს სიყვარულიც, ეს სითბოც აბსოლუტურად სხვანაირი იყო, ვიდრე ოდესმე მიგრძვნია და მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს დღეები 26 დეკემბერი, 27 დეკემბერი 2024 წლის დარჩება უტკბილეს მოგონებად და აი რაღაცა შიგნიდან ემოციური წვის დღედ, რომელმაც მე თავი პირველ რიგში ადამიანად მაგრძნობინა და მე მომცა საშუალება, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია დამენახა და მომცა რწმენა, რომ უნდა ვიყო იქ, სადაც ვარ და ვაკეთო ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ეს ჩემთვის ყველაფერი იყო ამ სპექტაკლიდან, ამ პიესიდან მიღებულ ემოციებს, მიღებულ სიყვარულს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის სიყვარულს, მე ვფიქრობ, ვერასოდეს ვერც ერთი წარმატება ვერ გადაწომის და ვერ შემესვლის, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის პირველი ასეთი სერიოზული განაცხადი, რამაც ძალიან ამაღელოა და ცრემლებიც კი მომდევა და ვერ ვიკავებდი ცრემლებს, გულწრფელად გეუბნებით, ვაღიარებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა და სახლში წავედი, თქვი რომ მადლობა ღმერთს, მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა ამ სპექტაკლის განხორციელებაში. ეს იყო საოცარი გრძნობა, საოცარი განცდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ძვირფას რადიო მსმენელებო, ჩვენ საუბრობდით სახალხო თეატრ სტუდია მოდინახეს ახალი სპექტაკლის შესახებ, უკანასკნელი თოლია, რომლის პიესის ავტორიც გახლავთ მწერალი მიხო მოსულიშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი გიორგი ჭანტურია.
და ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა წაგიკითხოთ პატარა ლექსი, რომელიც ამ პიესის ერთგვარი რეფრენია. ის რეფრენად გასდევს თავად სპექტაკლსაც და არის ამ სპექტაკლის ერთგვარი პოეტური სულის კვეთება, სიმბოლო აი ტრაგიკული ბედისწერისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას 27 სექტემბერს, ჩვენს ეროვნულ გმირს, ჟიულის შარტავას ცხოვრებას ახლავს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ქრისტიანულ სიყვარულში და აღდგომის ნუგეში გვირგვინდება. აი ამ აღდგომის ნუგეშით არის სავსე ეს პიესაც, ეს სპექტაკლიც და ეს ლექსიც. ჩემიდან შენამდე შორია, შენიდან ჩემამდე პირიქით. დარდეკი სახელად თოლია, ღიმლებს წრემლებად მიითვლის. სიტყვები ზეციდან მოდიან, ზეცაში მიდიან ნაკლებად. დარდეკი სახელად თოლია, ჰორიზონტ ზეთისკენ გაყვება. ჩემიდან შენამდე შორია, შენიდან ჩემამდე პირიქით. დარდეკი სახელად თოლია, ღიმლებს წრემლებად მიითვლის. მე კეთილი სულებით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.